შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ იაპონია მართლაც უნიკალური ქვეყანაა. ხოლო ზოგიერთი უძველესი ჩვეულება დღემდე მოქმედებს თანამედროვე კანონებთან ერთად. სწორედ ამიტომ შევოგროვეთ თქვენთვის იაპონიის შესახებ 15 საინტერესო ფაქტი, რომელთა შესახებაც დიდი ალბათობით აქამდე არ ხსმენიათ. იაპონიის მეტროში და მატარებლებში არსებობს სპეციალური ვაგონები მხოლოდ ქალებისთვის. ისინი როგორც წესი დილის საათებში ერთვება, რათა პიკის დროს არავინ შეაწუხოს ქალები. მიუხედავად ამისა, იაპონიაში გადაჭედილ მატარებლებში გოგონების სხეულზე ხელის ფათური სერიოზულ სოციალურ პრობლემად ითვლება და ხშირად განიხილება როგორც ფართოდ გავრცელებული მოვლენა. ამასთანავე პარადოქსულია, რომ იაპონიაში სექსუალური ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. იაპონელებს ციფრი 4-ის მიმართ ცუდი დამოკიდებულება აქვთ, რადგან მისი გამოთქმა ძალიან გავს სიტყვას, რომელიც სიკვდილს ნიშნავს. ამ მიზეზით ვერ შეხვდებით 4 სართულიან სახლებს. სასტუმროებში იშვიათია ოთახი ნომერი 4, ხოლო საავადმყოფოებში ვერ იპოვნით მეოთხე პალატას. აქ თოვლის კაცებს ტრადიციულად 2 ბურთისგან აკეთებენ და არა 3 ბურთისგან, როგორც ეს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებშია მიღებული. იაპონიაში მოწევა თითქმის ყველგან არის ნებადართული, გარდა რკინიგზის პლატფორმებისა და აეროპორტებისა. თუმცა ქუჩებში ურნები თითქმის არ არის და აკრძალულია ფერფლის მიწაზე ჩამოკრა. ამიტომ ყველა მწეველი იაპონელი თან ატარებს პატარა საფერფლეს. იაპონურ ტელეფონებში ჩაშენებულია საგანგებო გაფრთხილების სისტემა. კატაკლიზმის დროს ყველა ტელეფონზე ირთვება ხმამაღალი სიგნალი და ჩნდება შეტყობინება. ხმის გამორთვაც ვერ აჩერებს ამ სიგნალს. იაპონიაში ხელმოწერის ნაცვლად გამოიყენება სპეციალური სახელობითი ბეჭედი ჰანკო. ასეთი ბეჭედი თითქმის ყველა იაპონელს აქვს. იაპონიის ყველა ჩრდილოეთ ქალაქში, სადაც ზამთარში თოვლი მოდის, ტროტუარები და ქუჩები თბება. ამის გამო თოვლის გაწმედაც საჭირო არ არის. უნდა ვაღიაროთ, ეს ძალიან მოსახერხებელია. იაპონიაში სასწავლო წელი იწყება 1 აპრილს. მოსწავლეები სწავლობენ აპრილიდან ივლისამდე, სექტემბრიდან დეკემბრამდე და იანვრიდან მარტამდე. იაპონიაში ჭამენ დელფინებს. მათგან აკეთებენ სუპს, წლავენ მწვადს და სუფრაზეც კი მიირთმევენ. დელფინის ხორცი საკმაოდ გემრიელია და არ გავს თევზის ხორცი. ალბათ იმიტომ, რომ დელფინი თევზი არაა, არამედ ძუძუმწოვარი. კონსტიტუციის მე-9 მუხლით ქვეყანას ეკრძალება კონდეს საკუთარი არმია და მონაწილეობა მიიღოს ომებში. იაპონიაში მატარებლებში ტელეფონით საუბარი აკრძალულია. თუ ზარი შემოვიდა, უნდა სწრაფად უთხრა, რომ საუბარი შეუძლებელია და მაშინვე გათიშო, რათა სხვებს არ შეუშალო ხელი. თუმცა შორ მანძილზე მოძრავ მატარებლებში ამისთვის სპეციალური ზონებია გამოყოფილი. იაპონიაში სუშის ტრადიციულად მხოლოდ მამაკაცები ამზადებენ. მიიჩნევა, რომ ქალების ხელების ტემპერატურა უფრო მაღალია და ამის გამო შეიძლება თევზის გემო ოდნავ შეიცვალოს. აქ შეგიძლიათ ნახოთ 4-ხუთხედი საზამთროები. ისინი სპეციალურად გამოიყვანეს უფრო მოხერხებული ტრანსპორტირებისთვის. იაპონელები დარწმუნებულები არიან, რომ სისხლის ჯგუფი განსაზღვრავს ადამიანის პიროვნებას. მას შეიძლება გადამწყვეტი როლიც კი ჰქონდეს სამსახურში მისაღებად ან მეორე ნახევრის არჩევისას. ამას სამეცნიერო მტკიცებულება არ აქვს, მაგრამ რწმენა იმდენად ძლიერია, რომ მაღაზიებში კონკრეტული სისხლის ჯგუფისთვის განკუთვნილ პრეზერვატივებსაც კი შეხვდებით. აი ესეთია ინოვაციებისა და ტექნოლოგიური პროგრესის ქვეყანა. ვიმედოვნებთ, რომ იაპონიის უნიკალურობაში დარწმუნდით და თუ შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად ეწვიეთ ამ საოცარ ქვეყანას. მე კი აქ დაგემშვიდობებით და გთხოვთ გამოიწეროთ არხი, რადგან წინ ბევრად საინტერესო ამბები გელოდებათ.